არა. აბა მიჩვენეთ სხვაგან ასეთი მწველი და ასეთი ლამაზი. მცირე აზიიდან მოდის ქალწული. ისიტანი ბევრ ჭაბუკს გაახერებდა. მიუტოვებია ყველაფერი, მოაქვს მხოლოდ მცნება ქრისტეს. უკანასკნელი მისი უხილავი საქმროა, მოდის და არ იცის საიდკენ, თითქო ალღოთი. მოდგება ივერიას. დაალბობს მის ხურვალობას ჩვენი მიწა, წყარო ტანს გაუგრილებს, ქალწული ვაზნარ შეიყვარებს, განათლავს ერს და მისცემს მას ჯვარს. არ არის ეს მწველი და ლამაზი? მაგრამ მოითმინეთ, ასეთი მწველი და ასეთი ლამაზი შესაძლოა სხვაგანაც იყოს. ხოლო არის თუ არა სადმე ასეთი რამ? ქალწული ჯვარს ვაზის ნასხლავისაგან გამოსჭრის. სხვების ჯვარი ან ქვისა, ან რკინის, ან უბრალო ხის, ყოველთვის მშრალი და წუთხე. აკი ჯვარი ვაზის. ვაზი ხომ სახია მიწის, ნიადაგის, სიცოცხლის. სხვაგან ჯვარი წამების და დასჯის ნიშანია, ჩვენში ჯვარი ხინია თვითონ. მაგრამ მოითმინეთ, ეს კიდევ არაფერი. ქალწული ვაზის ნასხლავს თავისი თმებით შეკრავს, თითქო ჭრილობა შეუხვია ნასხლავს, რომელიც იცრემლება. ჯვარი ქარის თმებით შეკრული. მიჩვენეთ სხვა სახე უფრო მწველი და უფრო ლამაზი. ჯვარი ვაზის ნასხლავისაგან გამოჭრილი, ჯვარი ქალის თმებით. ქალის თმები ხომ სახია ქალობის, ქალწულობის, დედობის. არა. სხვების ჯვარი ბერწია. ჩვენი კი ნოყიერი და ნაყოფიერი. ეს ჯვარი ეხლაც ასვენია თბილისის სიონში.